გამარჯობა ბატონო ზალ. მესალე მაყურებლებს. აი ვაგრძელებთ ჩვენ წინა გადაცემაში, რასაც ვილაპარაკეთ ამ თემებს და ისევ ბატონო ზალი უნდა შეგეკითხოს, ის შემეკითხოს მე რაღაც გარკვეული შეკითხვები. ბატონო, პირდაპირ გეტყვით, აი ასეთ სახელწოდება ტროფილელაპსი. რა არის ფუტრის დაავადება ის თქვენ ამ შესახებ, მაგრამ გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში როგორც გვეუბნებიან ჩვენ მეგობრები და რა დაავადება და რა გაქვთ თქვენ ამის წინააღმდეგ. მე ფუტკრემი არ ვარ, მაგრამ როგორც მე ფუტკრემმა ცნობილმა მეფუტკრემმა პროფესიონალები მომიხვეს, ეს არის პარაზიტი, რომელიც ფუტკარი ოჯახი, ფუტკრის ოჯახი, როდესაც მუშაობს, აგროვებს რაღაც გარკვეული რაოდენობა საკვების იმისთვის, რომ თქვათ, ან ამინდი არ იქნება, ან რაღაცა პრობლემა იქნება, ან ზამთარი მოვიდა, რომ ეს საკვები ეყოთ მერე, რომ მოვალ წელიწადს ისევ ამუშავდნენ და გამრავლდნენ. აი ეს პარაზიტი, რომელსაც თქვენ ახლა თქვით, ეს არის ის პარაზიტი, რომელიც უჭამს საკვებს ფუტკარს. და ფუტკარი სამწუხაროდ ხდება შიმშილობით. ესე იგი, არ არის ახალი მოდის პარაზიტი. რა უბედურებარებს, როგორ ებრძვით თქვენ ამას? ისე რომ პირდაპირ იმას არ გეუბნებ მეთოდებზე და იმაზე, მაგრამ რა წამალი გაქვთ ამ წინა? ეცეთ წინა გადაცემაში ჩვენ თქვით, რომ სულ ყველაფერი კვანტური მექანიკიდან გამომდინარე ქიმიურიც არის და ფიზიკურიც იმავე დროს. გამოდის, რომ თუ ზოგადად მე პირადად ცოტა ჩახედული ვარ კვანტურ მექანიკაში, ჩემთვის პრობლემა არ არის, რომ აი ამ პარაზიტის საწინააღმდეგოდ გავაკეთო რაღაც გარკვეული, ესე დავარქვა ტალღა, რომელიც დააძინებს ამ პარაზიტს. აბსოლუტურად ყოველგვარი ქიმიური ელემენტების გარეშე. კი. მორწყა ხდება მე თუ რა ხდება ხმა ის რაღაც ხო უნდა მივაწოდოთ ხო სკას. ამ შემთხვევაში წყალში გავხსნით აი ამ ინფორმაციას, წყალი სუღოეცის რო წყალი ინფორმაციის მატარებელია დედამიწაზე ერთ-ერთი ალბათ მთავარი უძლიერესი და ამ ინფორმაციას მე ჩავასხავთ სკაში და ეს ტალღა აი იმ პარაზიტზე მიასხამთ ესე ამას დალევენ თუ არა თვითონ ფაქტია ეს ენერგეტიკა შევა ენერგეტიკა შევა აი ამ სივრცეში და ეს პარაზიტი დაიძინებს თუ ცადეთ თქვენ ვინ თუ მოვიდა თქვენთან ცადეთ ამის გაკეთება არ მოგატყულებთ აი ამ პარაზიტზე არ გამიკეთებია მაგრამ ველოდები მე ამისთვის რომ ესე თქვათ მაგრამ საჩაატარეთ კარგად ხო ამას ტარდება. გასაგები. მაგრამ მე ეჭვი არ მეპარება რომ ეს ცდა შედეგიანი იქნება. ესე იგი რომ წერენ ამ შესახებ ტროფილელაპსზე ბევრი წერს უკვე არის აგერ პიროვნება და შეიძლება დაუკავშიროთ რთული სულაც არ არის ბატონიგიას თან დაკავშირება, საკითხთან დაკავშირებით მიიღებ. იცით ეს იგივე თემა არის რაც არის ფაროსანად უნდა გადავიდეთ სათხლა მე. იცით ახალი შეტევები დაიწყო ფაროსანას წინააღმდეგ. რა თქმა უნდა ქიმიური საშუალებით ახლა თუ კარგად მოხდება და კარგად დასრულება ძალიან კარგია, მაგრამ როცა ეს ხდება უფრო გაცილებით იაფად. თქვენ გაქვთ ამის საშუალება, აი ამ შესახებ როგორ საუბრობთ? აქ ფაზეც ლაპარაკი არ არის, იცით ჩვენ წინა გადაცემაში თქვით აცრაზე. და ის აცრა ვითომ რაღაცას ყველა დიდი ფასია ჯანმრთელობა ადამიანს ამ შემთხვევაში კი ბატონო მაგრამ თუ ის აცრა როგორც მე ვთქვი რომ ანადგურებს ადამიანობას საბოლოოდ იგივე არის ის საშუალება რასაც ეხლა ხმარობენ ფაროსანას აი თქვენ და თქვენო მეუღლე მე მახსოვს კარგად დაახლოებით 1 წლის უკან ფაროსანაზე ჩატარეთ ასე ვთქვათ ცდები და იქ რამდენიმე გასულ გაზაება იყო ხო, ვეძებდით ოპტიმალურ მე თორსე მაშინ მე-6 გაზაება თქვა ქალბატონმა თეკლამ რომ ამან იმოქმედა ყველაზე კარგად 97%-ს როაძილებდა სხვა ამან 100% დააძინა და მასალა გაანადგურეს ფაროსანა კი, ეს ისე ბრუნდებით აი ამ კვანტურ მექანიკაში ისე ბრუნდებით იმ საკითხთან რომელიც ჩვენ წინა გადაცემაზე თქვი და ვილაპარაკეთ რომ სულ ყველაფერი რაც ჩვენს გარშემო არის სულ ყველაფერს მართავს
ინფორმაცია. კი ბატონო. და ინფორმაცია არის ესე დავარქვათ მატერიალური ესე ვთქვათ კომპონენტი. რადგანაც ეს ამ ინფორმაციის გადაცემა შეიძლება მაგის ვთქვათ გამოყენება შეიძლება გამოდის რომ ეს არის რაღაც გარკვეული ისე ზოგადად ვთქვათ ნივთიერება. კი მიკროდოზებით თუ საერთოდ არარეალური დოზებით, მაგრამ ფაქტია რომ ეს დოზები ფლობენ აი ამ ენერგიას და ინფორმაციას. გააჩნია როგორ გამოიყენებ ამ ინფორმაციას. და რადგანაც დედამიწაზე და არა მარტო დედამიწაზე, თელ სამყაროში არსებობს რაღაც გარკვეული კანონები, ესე ვთქვათ, დღე და ღამე თუ არსებობს, გამოდის რომ ეს არის, ზოგადად ორი ინფორმაცია. კი ბატონო. ორი ხოდა გააჩნია ადამიანი როგორ გამოიყენებს აი ამ ცოდნას. ღამის ინფორმაციას თუ დღის ინფორმაციას. ჩვენს უყვანი ვიცით რომ ადამიანობა და დედამიწა დაკავშირებულია იმ პროცესებზე, რაც მთვარეზე მიმდინარეობს და მზეზე. ეს პირდაპირ კავშირია. აი ამაზეა ლაპარაკი. გააჩნია აი ამ ინფორმაციას, აი ამ ცოდნას როგორ გამოიყენებ. და ეს ფაროსანა იქნება თუ სხვა რამე ნიშნავს. ერთი ცნობილი პიროვნება საქართველოში რამდენიმე შარშან მირეკავს და მევონებო რომ აი იქ სადღაც მე ნაკვეთი მაქვს და გველი მოიმატაო და შეგიძლია რამე ეს გველი იქნება თუ დათვი იქნება სულ ყველაფერს აქვს თავისი ესე ვთქვათ ენერგეტიკული კომპონენტები რომელიც მოიზიდავს და რომელიც ამ რამე ესე ვთქვათ ესე როგორც ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვით რომ ჭიამაია ხო ფანტასტიკური ლამაზი არსებობა ამ დროს სასწაული კილერია ხო გამანადგურებელი ყველაფრის კარგი ისე ტერი ყავს გელსაც დაცსაც და უცოდნა უნდა არ არის აუცილებლად ყიასულა მაინც რა ინფორმაციას გავუშვი ინფორმაციას შეიძლება მაგათი განადგურება თორე ესე ხო გეუბნებით მე ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი რომ ეს ფენომენი კვანტური მექანიკა თვითონ იმ დონემდე მიიყვანს ადამიანს რომ აი ხო მთელი დედამიწა ზის და ფიქრობს იქნება ატომური აფეთქვა თუ არა როდესაც აღარ დაჭირდება ადამიანს ატომური ბომბი და საერთოდ ბომბი აღარ დაჭირდება ან თუ დაჭირდება მშვიდობიანი მიზნებისთვის ხო შეიძლება ატომის გამოყენება მხოლოდ როგორც იყენებენ დღემდე ხო მე ბომბზე ვთქვი ხო გასაგებია ხოდა აი ეს ცოდნა აუცილებელია სხვათა შორის სამისინად ამერიკა ერთი პიროვნება მეცნიერი რომელსაც აქვს სურვილი რომ რაღაცა გარკვეული არ ვიცი ჯერჯერობით არ ვთქვია ხალხისთვის მსგავსი რაღაცა ინფორმაცია მივაწოდო ეს პატარა ლექციები რო ჩატარდეს მე როგორც ვუყურებ ზოგადად საქართველოში ინფორმაციას სადღაც მეცნიერები მუშაობენ რომელიც ფიქრობენ თქვათ ეკოლოგიაზე და სხვა საკითხებზე პირადად მე იქ არ ვიცნობ მაგრამ ხედავ რომ ვიღაცა მუშაობს ამ მიმართულებით არ ვიცი რამდენად ღრმად შესრულებიან და რა თემებზე მუშაობენ არ ვიცი მაგრამ დიდი სიამოვნებით დაველაპარაკებოდა იმ ხალხს მოტროგია ახლა რა უნდა ვიტყვით მე თქვენ ამასთან დაკავშირებით ესე იგი ჩვენ ცოტა პრაქტიკულ მაგალითებზე გადავიდეთ ახლა ძალიან აინტერესებს მაყურებელს მამაშვილის მოქმედება გეთიაშვილი იყო სხედოლებაში წილგანში რომელიც ცხოვრობს სოფელ წილგანში და რა ხდება მათთან იქ ვიცი არის სიმინდი არის ვაზი და არის ბაღჩეული კულტურები ანუ სათბურებში რა სიტუაცია არის ძალიან გასაგებად როგორც ვთქვათ სანამ ჩავიდეთ და შევაწუხებდეთ იქ ადგილზე მათ ახანაკ ვერ მოახერხეთ მათგანი მოყვანანდელი რომ ერთი კვირის უკან მივიღე ინფორმაცია ახთვანებულები არიან რით ვაზით ვაზი აბა რა ხდება ვაზთან
ნუ მე ახლა ისევ პროფესიონალი არა ვარ, არ ვიცი ერთ დოზზე ზოგადად რამდენი მტევანი უნდა გამოვიდეს, მაგრამ როგორც მე ახლა ნუ ვიდეო გამომიგზავნეს, ახტვანება ვიგრიან რომ ერთ დოზზე 4 მტევანი, არის ეს ბევრია ცოტა არის. ეს მაღლარია თუ დაბლაბის მაღლარი. ხო. და რა განსხვავება მაღლა იქნება თუ დაბლა იქნება, პრინციპი ერთი და იგივეა, უბრალოდ ახლა მაგათ მაღლა აქვს, მაგრამ მე მინახე ვინც დაბლა გამოიყენა და იგივე შედეგი მიიღო. და ახტვანებულები იცით და მეც ძალიან მომწონს ეს მიმართულება, რასაც აკეთებენ, იმიტომ რომ მე მაგათ ყურძენს დიდი სიამოვნებით შევჭამ და იმ ღვინოს რასაც დააყენ დიდი სიამოვნებით დავვლებ. იმიტომ რომ გარანტია მაქვს რომ ქიმიური საშუალება აღარ არის. აბა სიმინდის საქმე როგორ აქვს მაგათ ახლა? სიმინდი კაი მჭადი გამოდის, კაი ღომი გამოდის თუ? ფანტასტიკური გამოდის, ფანტასტიკური. თან მე სულ ყველაზე მეტად რა მომწონს, იცით რომ მესამე წელიწადია თესავენ ერთ-იგივე სიმინდს. ერთ-იგივე ნაკვეთზე. კი, ერთ-იგივე ნაკვეთზე და ერთ-იგივე სიმინდს, ხო? ჯიშს. ყვითელი სიმინდზე საუბარი. ხო. და ყოველწლიურად შედეგი იზრდება. რაღაც გარკვეული. რამდენ ცენტნერზე ავიდან ამ ტონაზე რითი ანგარიში თქვენ ამას? ნუ შარშანცი იყო 9 გექტარზე 8 ტონამდე. დიახ. შარშან ისევ 9 გექტარზე ქონდათ უკვე 10 ტონამდე. 10 ტონა. 9 გექტარზეა საუბარი. კი, 9 გექტარზე. და მე ღრმად დარწმუნებული ვარ თან კიდე იცით ჩემი აზრით როგორც ამუშავებენ, მაგას კიდე რაღაცა დამატება ჭირდება და მე მგონი ერთ 20 ტონამდე საბოლოოდ უნდა ავიდეთ. წელს თუ მომავალ წელს ფიქრობ სამს? მომავალ წელს, ამ წელს ვერ მოვასწრებთ. შეიძლება კიდე 2-3 წელი. 10 ტონა სიმინდი 9 გექტარზე. 9 გექტარზე თან ეკოლოგიურად სუფთა. ხო, ეს თავისთავად. ეგ არის მთავარი. მაგრამ ეს არა მარტო სიმინდს ეხება, იცით. იგივე არის ახლა თუ ახტვანებულები არიან, თქვათ, ვაზზე. ახლა გადავინაცოთ ბაღჩაში. კიდე პამიდორზე საზამთროზე იცით, ნუ ესების გაკეთებული აქვს, სხვათა შორის ერთხელ რამდენიმე წლის უკან ერთმა პიროვნება ვთხოვა და გოგრა გავუზარდით. გენიალური, ფანტასტიკური. და ნუ ახლა იმის მე არ გავიკეთებ ეს გზა არ გავყვევით ამას, მაგრამ რომ დაგვეთესა მეორე მესამე წელიწადს იგივე პროცენტულად მივიღებდით აი ამ შედეგს, მომატებას. ეს ეხება ნებისმიერ უჯრედს. ხო გეუბნეთ, ეს იქნება ცოცხალი უჯრედი, თქვათ, მცენარეული თუ ცხოველური მნიშვნელობა არ აქვს. ანუ აქ პრინციპი ერთი და იგივე. ანუ ამათთან საქმე არის ძალიან კარგად ეთიაშვილებთან. კი, აუცილებლად. თან იცით იმის გარდა რომ ეს ოჯახი ამ პროცესებს როგორც მე ვთხოვე და როგორც თქვით ზუსტად ასრულებს, ეს ჩემთვისაც დიდი ინფორმაცია არის. და დიდ მადლობას ვუხდი ამ ოჯახს. ახალად მერცხან ხო ბევრი. რომ ზოგადად თავისისა და პირველ რიგში ჩემთვის ჩვენი რეკლამა არის ნებისმიერი გადაცემისთვის ჩემთვისაც აკეთებენ აი ამ პროცესს. მაგრამ რეკლამაზე რომ ლაპარაკობთ, იცით, გარშემო ხო მეზობლები ყავს, მაგრამ არც ერთი არ მოსულა და არ უთხოვია ეს დანამატი. შეიძლება სხვა კუთხეებიდან მოვიდნენ ხალხი, ერთი მართლა კარგი იქნება თუ მოახერხებს როდესმე გადაღებას ამ ყველაფერს, ან თუნდაც მოსავლის აღების დროს და იცით, დღეს ადამიანის ფსიქიკაში იმდენად ქვეცნობიერად ჩადებულია რაღაც გარკვეული ვითომ კანონზომიერება. ხო იცის, იმან რომ ვენახუნა შეწამლოს მას უწამლია მის მამაპაპას კიდე მის მამაპაპას, ამანაც უნდა შეწამლოს რა. 8-ჯერ 9-ჯერ უნდა მიასხას იმას შავი. მაგრამ ადამიანის ფსიქიკაზე სპეციალური ინსტიტუტები მუშაობენ, რომ შეუდონ ადამიანის თავში ის რაღაცა გარკვეული ცოდნა, რომ ადამიანობა იაროს აი ამ გზით, რომელიც სჭირდება თქვა აი ამ საზოგადოებას, რომელიც ეს ცოდნა ჩაუდო. სამწუხაროდ ეს ალბათ კანონზომიერია,
მაგრამ ალბათ ეს იქნება რაღაც გარკვეულ დონემდე. მაინც ისე ბიბლიასთან ვბრუნდები მოვა დრო, როდესაც ადამიანს გაეხსნება ესე თქვა ჭეშმარიტობა და მიხვდება რა ხდება ჩვენს გარშემო. და შეიძლება თოხსაც დაუბრუნდეს პარეული კიდე ხო? სხვა გზა არ იქნება. სხვა გზა არ იქნება. ბატონო გია, ეხლა უნდა გითხო მე ასეთ რაღაც თქვენ. ესე იგი თქვენ პირადად ატარებთ ექსპერიმენტს უკვე ასე ვთქვათ საზოგადოებრივ ნაკვეთზე. წილკაში. მეცნიერებთან ერთად. იქ რა სიტუაცია არის? იქ ეს ცდები უნდა მიმდინარეოს 3 წელიწადი. იქ იყო თვალსები სიმინდი ხო. და აჯამეთური თეთრი ასე ერქვა სიმინდი. შარშან მივიღეთ ფანტასტიკური შედეგი. ამ წელიწადს ცოტა სხვანაირი მიმართულება ამოვარჩეთ. სიმინდს აღარ ვთესავთ, უბრალოდ ნიადაგზე ვმუშაობთ. მაგრამ ჯერჯერობით სრული ესე ვთქვათ პასუხი არ მიგვიღე, იმიტომ რომ ანუ მოქმედ მუშაობთ ახლა ნიადაგის განვითარებაზე, ანუ კი, ცვლაზე. ხო. ანუ ხუმუსზე მოქმედ. არა მარტო გუმუზე, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არის მიკროელემენტებზეც, რომელიც აუცილებელია თქვათ ქიმიის გარეშე, ქიმიის გარეშე. ეს იქნება კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, ნიშნობა არ აქვს. იმიტომ რომ როგორც გუმუსის ზრდა არსებობს მიმართულება და საშუალებები, ესე არსებობს საშუალებები, რომ ნებისმიერი ესე ვთქვათ ქიმიური კომპონენტი შევცვალოთ მაგის რაოდენობა, თქვათ დავაკლოთ ან მივუმატოთ. საგები. ბატონი ახლა ერთი ასეთ შეკითხვა ახლა უბრალოდ დავადებებზე უნდა გადავიდე, იმიტომ რომ არის შეკითხვები და არ მინდა რომ უყურებლად დამჩეს რომელიმე შეკითხვა. პროსტატაზე წერს ძალიან ბევრი. და ძალიან შეწუხებულები არიან პირდაპირ შეიძლება ითქვას. აი 10-მდე წერილი მოვიდა მარტო ამ ბოლო კვირაში. ამის შესახებ. მე ვუთხარო თქვენ გაქვთ. ამის გაკუნეების საშუალება. კი, ძალიან კარგად მუშაობს. ერთ შემთხვევაში პირდაპირ საერთოდ თუ არ ჩანს, საერთოდ მე ვუთხარი ახლა საერთოდ მორჩენა მე არ ვიცი რომ რამეს თუ შეიძლება საერთოდ. სიტყვა საერთოდ მორჩენა პროსტატა უნდა გაქრეს. ხო. მაშინ ოპერაცია გაიკეთო. ეთქობა ძალიან შეწუხებულია. ოპერაცია გაიკეთონ და აღარ იქნება პროსტატა. იცით ძალიან საინტერესო ფენომენია, რომელიც ისევ დრო მოიტანა. ადრე ჩვენ წინაპრები ჯერ ერთი ფეხით უფრო მეც დადიოდნენ, მერე ცხენზე იჯდნენ და ეგ ყველაფერი იწვევდა იმას, რომ სისხლის მიმოქცევის პროცესი ჰქონდათ წესრიგში. ეხლა ჩვენ მანქანით დავდივართ, სამსახურში ვზივართ, ალბათ რაღაც გარკვეული ძალიან პატარა რაოდენობა ადამიანების, ვინც ფიზიკურად შრომობს. და აი ეს თქვათ ფიზიკური დატვირთვა ადამიანს რო აღარ აქვს, მით უმეტეს ფეხით სიარული და ცხენზე ჯდომა, ეს სისხლის მიმოქცევა ირღვევა და იწყება პროსტატის ზრდა. ანუ არსებობს სპეციფიური ვარჯიშები ამ დროს, რომელსაც ადამიანი თუ გააკეთებს, აღადგენს ამ სისხლის მიმოქცევას და პროსტატაც დაიწყებს დაპატარავებას, ან და თავისი ფუნქციის შესრულებას. და არსებობს კიდე ჩვენი საშუალებები, რომელსაც იგივე დატვირთვა აქვს, უნდა აღდგინოს ეს სისხლის მიმოქცევა, რაღაც გარკვეული ფუნქციები, რომელიც პროსტატა თულად ხო არ არის თავის ფუნქციასაც ასრულებს. აღდგეს და მიდის მაგის ესე ვთქვათ გაახალგაზრდობა. ეგ რეალური გზა არის, ისევ გააჩნია სიტუაციას, თუ ორგანიზმ ჯერ კიდე აქვს ბრძოლის უნარი. თუ ორგანიზმს აქვს ბრძოლის უნარი, ეს არის დაკავშირებული წლოვანებასთან, ეგ შეიძლება 100 წლის კაცი იყოს და 50 წლის კაცი იყოს. 100 წლის კაცს ჰქონდეს შედეგი და 50 წლის არ ჰქონდეს, მაგრამ პროცენტულად პროცენტი საკმაოდ დიდია შედეგის. შედეგებს აღწევს, თავარი როგორც ყოველთვის. ეს არა მარტო მე, ალბათ ვინც მიყვება ჰომეოპათიურ საშუალებებს, პრაქტიკულად უყურს ექნება ამ შემთხვევაში რაღაცა პროცენტული დიდი პროცენტი შედეგის. ეხლა კიდე ერთ რამ ვფიქრობ.
ხშირად მოდიან თუ არა თქვენთან ავადმყოფები, რომელიც განიცდიან თირკმელების, ასე რომ ვთქვათ, აი ლუდისმის გამო, ახლა ლუდის სეზონია და ამის გამო განიცდიან რაღაც დისკომფორტ თირკმელებთან მიმართულებით. აი ამის შესახებ უნდა გითხრათ. ხოლმე რო ვთქვა, ალბათ ვინც ლუდს ასხავს გამიბრაზდება, მაგრამ ასე ისე ჩამოსხავს, რომ არ შეუხსნას ადამიანს პრობლემა ხო შეიძლება. ეცეთ რა არის. სამწუხაროდ როგორც პროსტატაზე, როგორც ოსტეოხონდროზზე, თირკმლის პრობლემას მოემატა პროცენტულად საკმაოდ. ადრე თუ თქვა წელიწადში 1 თუ 2 პაციენტი იყო, ვისაც თქვა სერიოზული თირკმლის პრობლემები ჰქონდა და დიალიზზე გადავიდნენ, დღეს იმატებს და იმატებს. და ნუ ერთ-ერთი ჩემი აზრით არის პროცენტულად რამდენი პროცენტია ნებისმიერი ისე თქვა არ სუბთა ნივთიერება, რომელსაც დღეს ჩვენ ჭამს, ვსვავთ და ლუდით შედის ამ ეკოლოგიურად ასე ვთქვათ, საშუალება ზედმეტ დატვირთვას აძლევს თირკმელს და მაგას გვაქვს თავისი რესურსი. თქვათ, უნდა იმუშაოს ზოგადად 100 წელიწადი. და ამ 100 წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს რაღაც გარკვეული ფუნქცია. და ჩვენ მაგას რო ვტვირთავთ ზედმეტად, ის მუშაობს 10 წელიწად. გამოდის ყოფიდან. გამოდის ყოფიდან. აღარ ყოფნის ეს საშუალება, რესურსი. ამიტომ პროსტატის ასე რომ ვთქვათ, ფლობელებს და შეწუხებულს ხავს ამით შეუძლია და არა მარტო პროსტატის, არამედ თირკმელებს ისე მდგომარეობაში შეუძლია თავმად მოვიდნენ თქვენთან. კი. და ეტყვით იქ საკმაოდ დიდი პროცენტია და ვინც ვარჯიშებსაც ვასწავლი, ვისაც პროსტატის პრობლემა აქვს და ერთ თვეში, ორ თვეში ექნება შედეგი. ბატონო, ახლა ლუდს რაც უხდება და თირკმელს რაც ანადგურებს, ამის წამყვანს ვსაუბრობთ. ახლა მინდა გითხოთ, არის ასეთი სასტიკი დაავადება, ლოთობა და ალკოჰოლიზმი, რასაც ქვია. ძალიან შეწუხებულია ერის დიდი ნაწილი ამით. რას ურჩევთ თქვენ? ჩემთან მოსვლა. ხო, მაგრამ თქვენთან მეტი არაფერს საჭირო არ მოვიდეს თქვენთან. კი, ძამალს გამოვაწერ. იცით რა, ეს ხო ფსიქოლოგიური პრობლემა არის. ფსიქიკური პრობლემა არის. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც თქვა, ზოგადად კლელია, ან თქვა, მომპარავია, ან თქვა, თავის მოკლა უნდა. ეს ყოფილი ღრმად რო გადახვიდე ისე კვანტურ ფიზიკაში რო დავბრუნდეთ დაკავშირებულია ნივთიერებასთან, რომელიც ქიმიური ტაბულა ჩვენში მთლიანად დევს და რაღაცა გარკვეული პროცენტული რაოდენობით სხვადასხვა ნივთიერება. როდესაც ეს ნივთიერება ან თქვათ გენეტიურად, ან თქვათ რაღაცა მიზეზების გამო ირღვევა, იწყება პრობლემა. ახლა რაღაც გამახსენდა და უარ მიმართო ჩემი მეგობარი ერთი ბატონო სერგო აგერ მიზის ბატონი გია ნაზარეშვილი. ესე იგი სახლით ვერ მიგდენე ბატონ გიას წარმისული. ახლა მოусმინე ბატონ გიას და ერთი რამ მითხრა მივალო, მაგრამ დილასო 200 გრამით ვარ დავლი მისღეთ დღეს არ მიმაჩნიავად. ბატონ გია ასწავლეთ თუ შევიდე 200 გრამი დავლიოს ბატონმა სერგო და თან თქვენთან იმგურნავს. შეიძლება. აჰა, უკეთეს ასგან. ეცეთ როდესაც მოდიან ამ პრობლემით მე არ უგზავნავ დალევას. აჰა, სათქმელო კაცი ყოფილა დანარჩენ მეზობლებსაც მოკითხო ბატონი გიასგან. ძალიან იოლია, უთხრა რომ აღარ დალიო, მაგრამ დალევს. და რატომ უნდა უთხრა არ დალიო? დალიეთ, მაგრამ ეს სამარიც მიაყოლეთ. და მაშინ ეს ნივთიერების რაოდენობა შეიძლება და თქვა იგივე თქვა ოქრო იქნება თუ სხვა რამე კომპონენტი ჩაჯდება თავის ეს რაოდენობა შესრიგში და თვითონ ფსიქოლოგიურად მოუხსნის ეს სურვილი. ესე დროთა განმავლობაში აღარ დალევე? ფსიქოლოგიურად კი. არა, დალევით როგორ არ დალევ. ხო და ეს სურვილი ექნება სულო მთრალები იყვნენ. გათიშულები ესე. ასეთ ექიმს ახლა თქვენ რო შემოიარეთ მეგობრებო, თელი სოფლიო ვერ იპოვეთ, რომელიც დალევას არ დაგიშლით. არა, ეს კანონზომიერია. ეცეთ ძალიან იოლია მაგის თქმა, რომ აი ეს არ გააკეთო, ის არ გააკეთო, ის არ გააკეთო და მაშინ ის გლობალისტები, რომელსაც უნდათ რომ ადამიანობა მიიყვანონ აი ამ დონემდე, რომ იყვნენ როგორც ცხოველები კალიაში
ალბათ მიაღწევენ კიდევაც თუ აი ესე გაგზელდეს. ისაც ბევრი მოდის თქვენთან ალბათ ჭედვა იქნება თქვენ კლინიკაში ახლა ამ განცხადების გაკეთების მერე. არ ვიცი, ისეთ ხო გეუბნებით ეს არა მარტო მე შეგიძლია სხვა გომეოპათებთანაც შეგიძლია წახვიდეთ. ბატონო გია, არ კიდე ესეც საკითხი შიზოფრენია. აი რასთან არის დაკავშირებული და როგორ შველის ამას თქვენ? ისე უბრუნდებით აი ამ ნივთიერებთან აი ამ თქვა ქიმიურ საშუალებებთან ნივთიერებთან რაც რისგანაც შექმნილები ვართ აუცილებლად ეს ისევ ექნება ენერგეტიკული პრობლემა შიგნით ორგანიზმში და აი ეს ისევ დავარქვათ ამ ენერგეტიკას ტალღები რომელსაც მიღებული როგორც თქვა დადებითი ტალღები აი იქ რაღაცა მოხდა ეს ისევ გენეტიკური იქნება თუ შეძენილი იქნება აი ამ ტალღების ესე ვთქვათ ფუნქცია შეიცვალა და გამოიწეს იმ პრობლემას რასაც ჩვენ ვამბობთ დავასახელეთ როგორც შიზოფრენია. აქედან გამომდინარე უნდა გაკეთდეს რაღაც გარკვეული საშუალება რომელსაც მივაწოდებთ აი ამ პაციენტს და ის აი ამ ტალღების რაოდენობას სიხშირეს და სიძლიერეს შეუცვლის დადებითად და მოეხსნება ეს პრობლემა. ანუ ამას ხსნით. იცით რა, თეორიულად და პრაქტიკულად კი, მხოლოდ სამწუხაროდ. ამ დავარქვათ წამლის დამზადებას დიდი დრო ჭირდება. აი ამ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებული. არ ვიცი, აი მე რო დავжди და აი ამ ვიღაცისთვის რო დავიწყო ამ წამლის გაკეთება, 1-2-3 დღე უნდა ვიждე ოთახში და ვაკეთო მარტო აი ამ კაცისთვის ესწავლე ერთი ადამიანს. ამას ინდივიდუალურად უნდა ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ჭირდება. აქედან გამომდინარე, აი ეს სირთულე არის, თუ რა დანარჩენი პრინციპში პრაქტიკულად რეალობა არის, კი. და მთვარეული კიდე საკითხი ლუნატიკებს რო უძახიან მე ეს ხარისხაზებთან არის დაკავშირებული ნამდვილადაცია. ეცეთ ერთ-ერთ გადაცემაში მე მგონი ჩვენ ათქვამი გვაქვს რომ ეს ადრე იყო ამ შესახებ კიდე სამწუხაროდ ჯერჯერობით კიდე არიან. კი, მაგრამ მაგის ну ესე ვთქვათ განკურნება არ არის საერთოდ პრობლემატური. საერთოდ არ არის პრობლემატური. ისევ ნუ რაღაცა შრომა ჭირდება და წამალი რომ გაკეთდეს. ანუ ეს შიზოფრენიასავით არ არის რთული. შიზოფრენია უფრო ღრმა დაავადება არის. უფრო ღრმა, ბევრად უფრო ღრმა. ღმერთმა იცის, საიდან წარმოიქმნა ეს პრობლემა. ჯერჯერობით სამწუხაროდ მეცნიერება და ექიმები არიციან, აი ღრმა მიზეზი. ეს პრობლემა შიშისგან დაემართეს. არა, არა მგონია. ჩაირთო რაღაც გარკვეული, ну ესე ვთქვათ, ტალღა, რომელიც უკვე იყო, უბრალოდ ამოტივტიდა და აიღო თავის თავზე რაღაც გარკვეული დატვირთვა. ეგ შეიძლება ყოფილიყო შიშის მერე, ეგ შეიძლება ყოფილიყო რაღაცა სტრესის მერე, უბრალოდ რაღაცა მოხდა მის ცხოვრებაში. ყოფილიყო ნივთიერების თქვათ შეჭამა ზოგადად რაღაცა და ის გამოიწე, ვითომ არ მოიწალა, მაგრამ გამოიწე რაღაც სერიოზულ პრობლემას. ნუ ჩვენ გომეოპათიაში ვიცით, რომ ადამიანს შეიძლება კონდეს რაღაცა ფსიქიკური, ესე ვთქვათ, პრობლემები იმ შემთხვევაში, თუ მაგის სინაპარს უკმენა ზაღում. ანდა თქვათ მაგის სინაპარი გადაიტანა რაღაცა გარკვეული კონკრეტული დაავადება. და ეგ აუცილებელი არის რომ თქვათ შვილთა შვილის კონდეს. ეგ შეიძლება მეათე თაობაზე გადავიდეს. იმიტომ რომ ეგ ზისიკ და რაღაცა მიზეზი შვილიშვილსაც კონდა, შვილთა შვილსაც კონდა ეს ინფორმაცია, მაგრამ თავის თავზე არა იყო ეს დატვირთვა. მაგრამ აი ამ შემთხვევაში ამ პიროვნებას გადადის კი, გადადის. სისხლიდან სისხლში. ნუ ეს ალბათ კანონზომიერია, ჩვენ თუ ვამბობთ იმას, რომ მთელი ინფორმაციის მატარებლები ვართ, რაც სამყაროშია, значит, ყველაფერი ჩვენში ზის. გენეტიკურად განმეცეს ერთი ადამიანი მეორე ადამიანში. და
და შეიძლება იმას სულ არ იცის, სულ არ დაუნახე ის ზაღლი და საერთოდ არ გაგარებია, მაგრამ აღმოაჩნდა რომ რაღაცა მოკმინა მის წინაპარს. კი. რამდენიმე 10 წლის წინ. კი. საკმაოდ საინტერესო საკითხი. არა, ბიოლოგია, მიკრობიოლოგია და ისე კვანტურ მექანიკასთან, კვანტურ ფიზიკასთან ერთად საკმაოდ ღრმად ჩაიხედა უკვე და იმედი მაქვს, არც ახლო მომავალში ძალიან ბევრი ესე თქვა პასუხს მოგცემს აი ეს მიკრობიოლოგია კვანტურ მექანიკასთან ერთად. და ბოლო შეკითხვას დაგისვამ დღეს ამ დავთვალოთ. კო საფხულია შედის ასე რომ ვთქვათ ზენიტში და ბევრი უჩივის კოღოს. განსაკუთრებით დაბალ სართულზე მცხოვრები, მაგრამ როგორც ამბობენ, მეშვიდე მერვე სართულზე თავის რო დაფრინდება უკვე ისე ძლიერი კოღოებანი ამ ბოლო დროს. ესეც არ არის პრობლემატური. კოღოსაც აქვს რაღაცა გარკვეული გენეტიურად დავარქვათ ესე ჩადებული ინფორმაცია. ან რაღაცა სუნს ვერ იტანს, ან რაღაცა ფერს ვერ იტანს. ხო, გამოერთა რაღაცა ევკალიპტის ფოთლები. მაგრამ ნაკმენს როგორ უშველენ ადამიან ამაში ასაკი. ნუ მაშინ უნდა წაიღონ ჩვენი წამლები და ან უნდა დალიონ კმენის მერე, ან უნდა წაუსვან. არის სწორებაში. და ნუ ის უცებ გადაივლის, მაგრამ თუ წაუსვეს ორგანიზმს. აი ეს რაღაცა კოღო აღარ მევა. ტელევიზიაში უმეტ დახტა ქვემოთ ერთი კაცი და იფხანდა გამწარებული ხელს კოღო მეკმინაო და აი ახლა ჩავალ მაგას უცხოთ ამის შესახებ. თუ დახტა ეხლა რო ეთქვა ადრე მოვიტანდი ამ საშუალებას და წაუსმევდი და ეგრევე გადაუვლინდი. ანუ გაქვთ ესე გამის საშუალება. კი, როგორ არა. ანუ აღარ ჭირდებათ ახლა საცრები და რაღაცები დაგიდებო ოთახებში, მომძაინეთ ბატონგიესთან და განიკურნეთ კოღოს ნაკმენისაგან ან დაიცავით თავი კოღოს შემოტევის. კოღო ბუზებს ასახავს. ფუტკარი, ბუზი, ნიშნობა არ აქვს. ამისინათ ვიყავით ერთ ადგილას და ცხენები მოვიდნენ. და ბუზები ავდათ უამრავი. ახლა მე პატრონი არ მინახე თორე ვეთყოდი რომ მოდი წამალს გაგიკეთებ და მეასხე ამ პადიასთან ცხენებს და აღარ მეეკარება ფუტკარი კი არის ბუზი. ეს კანონზომიერია, უბრალოდ მაგის ახსნა ჭირდება ადამიანობის. ასე კონგოს შეფრთხილება რო არ კიდე ამაზე თუ ეთქვით რა განსხვავება? ხო, ერთი ორი სიკტერი დამთავრდა რა. არა, არ ვიცი ხო ის ვინც დავარქვათ იმ ექიმს, ვინც ამ დროს ახლო იყო იმ პაციენტთან. ეს ინფორმაცია არ ქონდა, რა უნდა გაეკეთებინა. აიღო ერთი წვეთი სისხლი, აი ამ პაციენტისგან კონკრეტულად და დაემზადებინა წამალი. დაუბრუნებდა აი ამ მაგის სისხლიდან გაკეთებული წამალი და არ ვიცი 1 საათი, 2 საათში ეს პრობლემა მოიხსნებინა. ასე იოლად. მე შეკითხები დღეს აღარ მაქვს შემდეგში გადავდეთ დანარჩენი. მადლობა თქვენს მაყურებლებს. დიდი მადლობა. არის რამდენი საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ, დაგვიწერეთ შეკითხვები და გიპასუხებთ. და მე მოვაწოდოთ ამ შეკითხვებს. დიდი მადლობა. და თვითონ მოსეთ მერტ.